საღამომშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში პოზიტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახლა ამბებში ნახავთ. სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს, როგორია პოლიტიკური შეფასებები. გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ დიპლომატიური ზომა. მუხარის შემცველი განცხადების გამო პაվել ჰერჩინსკის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ოფიციალური თბილისის პოზიცია და ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტება გიყვებით რამდენიმე წუთში. პირველის მორიგი დეზინფორმაცია პრეზიდენტის სასახლის შტურმი საქმის პროკურორის მამა ცილის წამებისთვის ტელეკომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს გიყვებით რამდენიმე წუთში. კიდევ ერთი ჩინური ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე China Eastern Airlines-ი პირდაპირ რეისებს თბილისიდან შანხაის მიმართულებით შეასრულებს. როდის დაიწყებს ოპერირებას კომპანია? ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან სამართალდამცველებმა 55 უცხოელი არალეგალი დააკავეს. მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროცესის საკანონმდებლო ორგანოში ინაცვლებს. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება. პოსტს ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარეძე დაიკავებს. მისი მთავარი უფლებამოვალეობა კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, სუსთან და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა იქმნება. მამუკა მდინარეძე ასევე უზრუნველყოფს მთავრობის კოორდინაციას სასამართლოსთან, გენერალურ პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან. პარალელურად პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროს ნდობა უნდა გამოუცხადოს, მანამდე კი გეკა გელაძე საკომიტეტო ფორმაში მოусმენენ. ნუცა ყოროშინაძე გიამბობთ. საქართველოს მთავრობას ხვალიდან ახალი სამთავრობო სტრუქტურა დაემატება. სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციისათვის სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პორტფელს მამუკა მდინარეძე ჩაიბარებს. თუმცა მანამდე პარლამენტის შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე აქტიურად მუშაობს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით დაჩქარებული წესით დაუჭირა. ახალი სტრუქტურა მიზნად ისახავს სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის გაძლიერებასა და მათ კოორდინირებულ მუშაობას. სახელმწიფო მინისტრი იქნება საქართველოს მთავრობის სრულფასოვანი წევრი და აღმასრულებელი ხელისუფლების უმთავრეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას გაუწევს კოორდინაციას. ეს გახლავთ აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობა სამართალდამცავ ორგანოებთან, მათი კოორდინაცია, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურა დღესდღეობით არ მოიცავს მხოლოდ მთავრობის წევრებს, მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მნიშვნელოვანეს ფუნქციას ასრულებს ამ მიმართულებით ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და აქედან გამომდინარე მათი კოორდინაციის დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად შესრულების თვალსაზრისით ეს თანამდებობა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი რგოლი. მთავრობაში განხორციელებული საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ძალოვან უწყებებს კიდევ უფრო გააძლიერებს. საკანონმდებლო ორგანოში დარწმუნებულები არიან, რომ მამუკა მდინარეძე როგორც გუნდის გამორჩეული ლიდერი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებს ღირსეულად გაუძღვება. ჩვენი ოპონენტების მცდელობა არის, რომ ეს გადაადგილებები და საკადრო ცვლილებები რაც შეიძლება დააკნინონ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მამუკა მდინარეძე დაანახებს, როგორი უნდა იყოს უფრო ძლიერი კოორდინაცია ძალოვან უწყებებს შორის, ამიტომ მისი კანდიდატურა სწორედ ამ დატვირთვით და დანიშნულებით წამოაყენა პრემიერ-მინისტრმა. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იგეგმება როგორც სტრუქტურული, ასევე საკადრო ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. იქნება ახალი პოზიცია, ახალი თანამდებობა სახელმწიფო მინისტრის სახით, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც უმნიშვნელოვანესია და ამ კოორდინაციის შედეგი ჩვენ ვნახეთ 2025 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინირებული მოქმედებით ჩვენს ქვეყანაში თავიდან იქნა აცილებული ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა. ხალხის ძალაში მიიჩნევენ, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია. ძალიან კარგად ვიცით, რა გამოწვევები არსებობს ზოგადად
ქვეყანაში ვის და ხა ხალხის ძალას ვერავინ ვერ ასწავლის. საქართველოში რა გამოწვევები აქვს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასე რომ ეს როგორც არის დაანონსებული და გაცხადებული ემსახურება უსაფრთხოების ხარისხის გაზრდას ქვეყანაში. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელსაც დაამტკიცებს. პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატურას გეკა გელაძეს ხვალ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მოусმენენ, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. პარლამენტის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს 6 წლის ვადით ირჩევს. კანდიდატს პოსტზე დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. კანონმდებლები დარწმუნებულები არიან, რომ გეკა გელაძე უწყებას ეფექტურად გაუძღვება. ბატონ გეკა გელაძე ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი ხელმძღვანელობის პირობებში იყო მართლაც ზღვა საქმე და სამუშაო გაწეული. შესაბამისად ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმ ახალ პოზიციაზე, რომელიც ხელმძღვანელიც პარლამენტის ხარდაჭერის შემთხვევაში და მე მჯერა რომ რა თქმა უნდა პარლამენტ მხარს დაუჭერს ამ ცვლილებებს, გახდება გეკა გელაძე ასევე ამ წარმატებულ მუშაობის ტემპს გააგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე. აჭარის მთავრობის შემადგენლობის დამტკიცების პროცედურები დაიწყო აჭარის უმაღლესმა საბჭომ. ზურაბ პატარაძემ საკუთარი ხედვები და პრიორიტეტები დღეს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარადგინა. რა მიზანს ემსახურებოდა ევროკავშირის ელჩის მუქარის შემცველი გზავნილი. საქართველოს მიმართ გაკეთებული არადიპლომატიური განცხადების გამო პაվել ჰერჩინსკი ახსნა განმარტებისთვის საგარეო უწყებაში დაიბარეს. ელჩს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ ქართული მხარე მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა კი აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას. საგარეო საქმეთა მინისტრთან 1 საათიანი შეხვედრის შემდეგ ელჩმა ცერემონიების სასახლე უკომენტაროდ დატოვა. შესაბამისად ისევ პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, რას ისახავდა მიზნად ევროპელი დიპლომატისგან სამოქალაქო ომით და სიღარიბით მუქარა. სახელმწიფო გუნდი ევროპელ დიპლომატს ვენის კონვენციასთან ერთად კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ ქართველი ხალხი შანტაჟს არ ექვემდებარება. თეკლა ბესტაუშვილი გიამბობთ. 1 საათის განმავლობაში ისმენდა ევროკავშირის ელჩის საგარეო საქმეთა მინისტრისგან ოფიციალური თბილისის პოზიციას. პოზიცია კი მკაფიოა, ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა აზიანებს საქართველოს ევროკავშირის პარტნიორობას, თუმცა ქართული მხარე მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის. მაკა ბოჭორიშვილმა საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე ევროპელ დიპლომატს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ქართველი ხალხის ნება საქართველოს ხელისუფლების არჩევანშია გამოხატული და სწორედ საქართველოს ხელისუფლება მიცის ყველაზე კარგად ქვეყნის საჭიროებებს შესახებ. უთხრა ისიც, თუ რა არ სჭირდება საზოგადოებას ბრიუსელიდან წახალისებული პოლარიზება. ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო. რამდენად ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების, ის განცხადებები, ის ქმედებები, ის ნაბიჯები, რაც იტყმება ბრიუსელის მხრიდან, ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში, რომელიც სხვათა შორის ქართული ხალხის მიერ არის არჩეული, არის მიუღებელი. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც აღუევს ჩვენ საზოგადოებაში პოლარიზებას. როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი, საქართველოს არაფერი გაუკეთებია ევროკავშირთან მიმართებაში, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. მოველით, რომ ბრიუსელის მხრიდან იქნება ის დამოკიდებულება, რასაც იმსახურებს საქართველო. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული ევროკავშირის ელჩი მედიის კითხვებს გაექცა. უწყების შენობაში ისე შევიდა და გამოვიდა, რომ ცენტრალური შესასვლელით არ უსარგებლია, რას ემსახურებოდა დიპლომატის მხრიდან სამოქალაქო ომზე საუბარი. ადგილზე ვერაფერი თქვა და რამდენიმე საათის შემდეგ მხოლოდ წარმომადგენლობის განცხადების გავრცელებით შემოიფარგლა. ძალადობით სამოქალაქო ომითა და სიღარიბით მუქარისთვის ელჩს საზოგადოებისთვის ბოდიში არ მოუხდია. საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას. უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას. ევროკავშირის საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს გსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.
არადიპლომატიური გზავნილები ევროკავშირის ელჩისგან აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა ძალადობით სამოქალაქო ომითა და სიღარიბით მუქარა ევროპელი დიპლომატისგან წითელი ხაზია სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის, მით უფრო ობიექტური რეალობის გაუთვალისწინებლად და იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც გლობალურად დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ მშვიდობას და სტაბილურობას ინარჩუნებს. ეკონომიკური ზრდითა და სხვადასხვა სფეროებში მიღწეული პროგრესით ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს. არ ვიცი, რამდენად მეგობრულად შეიძლება მივიჩნიოთ სამოქალაქო დაპირისპირების და იმ რაღაცა უბედურების წინასწარმეტყველება თუ სურვილი, რომელიც ბატონმა ელჩმა გამოთქვა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებას, სწორედ სიღატაკეს და ყველანაირ ნეგატიურ განვითარებას ნამდვილად აფინანსებდა ევროკავშირის სხვადასხვა ფონდები და ამიტომ თუ ამ წლების მანძილზე ჩვენ ამ ყველაფერს უმკლავდებოდით, ახლა განსაკუთრებით საინტერესოა რაიმე კონკრეტული გეგმა ხომ არა აქვთ იმისთვის, რომ ეს რაზეც ელჩმა ისაუბრა, ახალი დაფინანსების თუ ახალი შემოტევის ნაკადი და ტალღა მოხდეს. კიდევ ერთხელ ჩანს და იშიფრება აქ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ყავდეს ეროვნული ხელისუფლება არ არის მისაღები კონკრეტული ძალებისთვის, მათ შორის იმ ძალებისთვის, ვისაც წარმოადგენს ჰერჩინსკი. ამიტომაც ხდება მუდმივად ზეწოლა, მუქარა ვენის კონვენციის ფეხქვეშ გათელვა დიპლომატების ამ კონკრეტულად ამ დიპლომატის მხრიდან, მაშინ როდესაც აი ეს მუქარა ასე ხაზგასმით გაჟღერდა ჩვენი საზოგადოების მიმართ. შესაბამისად მიბრძანდეს ბატონი ელჩი და უთხრას, აუხსნას როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ასევე სრულიად ქართულ საზოგადოებას, რომელიც არის სავსებით სამართლიანად აღშფოთებული ამ განცხადებით, თუ რა იგულისხმა იმ ტექსტში, რაც მოვისმენთ ჩვენ ყველა. ევროკავშირის საელჩოს განცხადება არის ფაქტობრივად იმის დადასტურება, რომ ისინი უკმაყოფილონი არიან 2024 წლის არჩევნების შედეგებით, მათი გაგებით თავიანთი ფავორიტი ვერ მოიყვანეს და ამიტომ გამომდინარე აქედან არიან, ასე ვთქვათ, ესეთ ვითარებაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს, რომ აქ სინამდვილეში ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპები და საქართველოს ევროკავშირის დიალოგი მათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების დღის წესრიგით მძევლად აქვთ გახდილი. სამოქალაქო ომზე საუბარი, რაღაცა ეკონომიკურ დეგრადაციაზე და რაღაცა წარსულში დაბრუნებაზე საუბარი ძალიან მტკივნეულად აღიქმება ჩვენ საზოგადოებაში. საერთოდ არანაირად არ აწუხებს როგორც ჩანს ჰერჩინსკის, რომ ასეთი ფრაზები გამოიყენა. ეს მოსულოდნელიც იყო და დიდად არ ცველოდი სხვა რამეს. რაზე გვესაუბრებიან? რას ვითხოვთ ჩვენ ასეც, რაც მათთვის მიუღებელია. ვეუბნებით, რომ თანასწორ უფლებიანი ურთიერთობები გქონდეს. და ჩვენთან შანტაჟით კი არ ილაპარაკონ როგორც პარტნიორთან. თუ რამე არის გასარკვევი, გავარკვიოთ, მაგრამ ვისაუბროთ ფაქტებით და არა აღქმებით. მე არ მგონია ხა რომ ჰერჩინსკიმ ვინმეს დააჯეროს საქართველოში, რომ მას უფრო მეტად უნდა კარგი საქართველოსთვის ვიდრე ქართულ ხალხს. ესეც რო შეურაცხყოფა ამასაც ვერ ხვდება. როდესაც გამოდიხარ და ძალადობრივი აქციის მონაწილეებს იცავ, რომლებიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდნენ და იმას გმირს უწოდებ და დაამწვარ პოლიციელების ოჯახებს არაფერს არ ეუბნები, რა სამართლიანობაზე მელაპარაკები. ჰერჩინსკის აღზრდა და გაზრდისთვის ნამდვილად არა ვართ მოწოდებულები. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს დაცული, ღირსება დაცული. საქართველო ყოველთვის მზად არის ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგისთვის. ოფიციალური თბილისის პოზიცია მკაფიო და უცვლელია, თუმცა ამისთვის აუცილებელია შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა და არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები. საქართველოს მიმართ არამეგობრულად განწყობილ დიპლომატებთან აქტიურ კოორდინაციაში ენაცა ოპოზიცია, ამის მორგი დადასტურება რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის ელჩთან, ეგრეთ წოდებული ალიანსის შეხვედრა, სადაც ოპოზიციის ინფორმაციით განხილვის მთავარი თემა საპროტესტო აქციებისა და სანქციების საკითხი იყო. შეხვედრის შინაარს ისევ საიდუმლო ტოვებს ბრიტანეთის წარმომადგენლობა, რომელიც ჩვენს მიერ გაგზავნილ კითხვებს არ პასუხობს. მმართველი გუნდი კი გარემითითებებით მოქმედი ოპოზიციის დღის წესრიგზე საუბრობს, რომლებიც პარტნიორებს ქვეყნის გარეთ ეძებენ. მარიამ რატიანი გიამბობთ. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება, რომელიც აღარ იქნება მსუსხავი ეფექტის, იქნება დამანგრეველი ძალის
ნგრევა რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის მთავარ დღის წესრიგს წარმოადგენს ეს რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოსთვის საერთაშორისო სანქციების დაწესებას ყოფილი და მოქმედი ნაციონალები ახლა უკვე ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის სახელით ცდილობენ. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანების ბრიტანეთის ელჩთან აუდიენციის ერთ-ერთი საკვანძო საკითხი სწორედ სანქციებს შეეხებოდა. ეს ინფორმაცია შეხვედრიდან გამოსულმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას თავად ამცნო და ისიც ღიად აღნიშნა, რომ ალიანსის სტრატეგია ქვეყნის როგორც შიგნიდან, ისე საერთაშორისო ასპარეზზე რყევას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ალიანსს ნათქვამი აქვს, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია. ელჩთან გამართული საუბრის ანტისახელმწიფოებრივ შინაარსს სიამაყით ადასტურებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც. უკვე დიდი ხანია, რაც პარტიაში დესტრუქციული ვნებების დაფარვას არც კი ცდილობენ და ქვეყნისთვის საზიანო ქმედებებს პატრიოტული სულისკვეთებით ნიღბავენ. ზოგადად იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე საუბარი, რომელიც პასუხისმგებლები არიან ქვეყნის შექმნილ მდგომარეობაზე. ცხადია, დიდი ბრიტანეთის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დასავლელი ლიდერების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, პოლიტიკური გზავნილები და მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება მოხდება, რომელიც აღარ იქნება მსუსხავი ეფექტის, იქნება დამანგრეველი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დუმს შეხვედრაზე მყოფი მეორე მხარე პოსტივი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურად წერილობით მიმართა, თუმცა პასუხი კითხვაზე განიხილა თუ არა გარეთ ვორდმა ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ ალიანსთან საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხი და კონკრეტულად ვინ უნდა იყოს შეზღუდვების ადრესატი ამ დრომდე არ მიგვიღია. მოგესალმებით, გიკავშირდებით ტელეკომპანია პოსტივიდან. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ელჩთან ოპოზიციური ალიანსის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო სანქციების საკითხი. ნამდვილად შედგა თუ არა ბატონ ვორდსა და ქართულ ოპოზიციურ პარტიებს შორის სანქციებზე საუბარი. რა სანქციებზეა საუბარი და ვის წინააღმდეგ? ოპოზიციის დესტრუქციულ დღის წესრიგზე საუბრობს საქართველოს მთავარი დიპლომატი. მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტთა მიზნები რადიკალური და დამაზიანებელია. სწორედ ამიტომ მათ თანამოაზრეთა ძიება ახლა ქვეყნის გარეთ უწევთ. ოპოზიციური ალიანსების დღის წესრიგი არის დესტრუქციული, რადიკალური. ოპოზიციას არასდროს უძებნია პარტნიორი ქვეყნის შიგნით და ქართულ ხალხში. ისინი ეძებენ პარტნიორებს ქვეყნის გარეთ. სად მოხდება მათი, ასე ვთქვათ, ინტერესების თანხმდრა, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს ინტერესები. ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დესტრუქციული ქმედებები არ უკვირთ მმართველ გუნდში. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები სააკაშვილი ბოკერია გვარამიას გაერთიანების მცდელობებში ერთგვარ მუქარი შემცველ ნარატივს კითხულობენ. მოღალატეობრივ ქმედება დაფასებენ და აღნიშნავენ, რომ გაერთიანება საკუთარი ხალხისგან არაერთხელ დაწუნებული სუბიექტებითაა დაკომპლექტებული. მსგავსი შინაარსის მქონე ძალასთან საუბრები კი დიპლომატიურ ჩარჩოებს ცდება და ბევრ კითხვას აჩენს. ასეთ ადამიანებთან რა საერთო შეიძლება კონდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელს, ეს ნამდვილად დიდი კითხვის ნიშანია. ეს არის რაღაცნაირად დაშინება ხალხის და საქართველოს ქართული საზოგადოების, რომ აი თქვენს უფროსებს, ბატონებს, რაღაცა უფრო აღმატებულ ადამიანებს შევხვდი და იქ მივიტანე არარსებული პრობლემა და არარსებული საკითხი, რომელზეც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას ვერ აჯერებენ. მეხუთე კოლონა საკუთარ დავალების მიმცემებთან კოორდინაციაში არიან, კიდევ დასტური იმის, თუ როგორ ხდება ქვეყნის ფარგლებს გარედან საქართველოში მოქმედი შულავერის კომიტეტისთვის კონკრეტული დავალებების მიცემა, რჩება შტაბ-ჭრილება, რომ შეგნებულად დგავენ ნაბიჯებს, რომ ურთიერთობები ევროსკეპტიციზმი მაგალითად გაღრმავდეს ჩვენ საზოგადოებაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რადიკალური ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას აქტიურად ცდილობს. რამდენიმე თვის წინ ყოფილი სახალხო დამცველი გერმანიის ელჩთან კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, თუმცა ნინო ლომჯარია არათუ აუდიენციის შინაარსის, არამედ მისი არსებობის დამალვის მიზნით მაშინ საელჩოს კუთვნილი ავტომობილით გააპარეს. ქვეყნის გარედანყევის კიდევ ერთი დასტური იყო სწორედ ბრიტანეთის მხრიდან ქართულ სატელევიზიო არხებზე სანქციების გზით განხორციელებული ამ შემთხვევაშიც ოპოზიციის წარმომადგენლები სიამაყით აცხადებდნენ, რომ ბუნდოვანი არგუმენტებით გამყარებულ ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაში ერთ-ერთი მთავარი აქტორები თავად იყვნენ. ქართული ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად განწყობილი ელჩების ქმედებებზე საუბრობენ ერთიან ნეიტრალურ საქართველოში უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში. მტრული განცხადებები მასპინძელი ქვეყნის მიმართ მუქარა სანქციები, თანამშრომლობა ანტიეროვნულ ოპოზიციასთან და
მათთვის დირექტივების მიცემა. პარტია კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ევროპელი დიპლომატების ნაწილს, ნაცოპოზიციას და NGO-ებს ქვეყნის წინააღმდეგ Deep State-ის ინტერესებით მოქმედებაში ამხელს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაწყვიტოს იმ ელჩებთან, რომლებიც საქართველოში რადიკალიზმის დესტრუქციისა და დანაშაულის წახალისებას ემსახურებიან. დეტალებით სოსო ელისაშვილი. რადიკალიზმის წახალისება, მუქარა სამოქალაქო ომით და დესტრუქციული პროცესების ხელშეწყობა ერთიან ნეიტრალურ საქართველოში ცალკეული ელჩების არადიპლომატიურ ქმედებებს აფასებენ და იმ მაგალითებზე საუბრობენ, რაც საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. მათ შორის საუბარია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ელჩებზე. პარტიაში უსვამენ ხაზს, რომ დიპლომატები არასაკუთარი ქვეყნების, არამედ Deep State-ის ინტერესებით ხელმძღვანელობენ. საქართველოს ინტერესებს აზიანებენ და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას საკუთარი აგენტურული ქსელის, რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის ხელით ცდილობენ. ნეიტრალურ საქართველოში მიაჩნიათ, რომ ვენის კონვენციის დამლღვევ დიპლომატებთან ხელისუფლებამ კომუნიკაცია უნდა შეწყვიტოს. საქართველოში საიდუმლოს აღარავისათვის წარმოადგენს, რომ ევროკავშირისა და კონკრეტული ევროპული სახელმწიფოების ელჩები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების მიმართ მტრულად არიან განწყობილი. გვესმის ქართული ოცნების სტრატეგია, რომ მოთმინებით ელიან ბრიუსელში არსებული აგენტურული ქსელის და Deep State-ის ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ ყველანაირი ურთიერთობა და კომუნიკაცია უნდა გაწყვიტოს გლობალური ომის პარტიის მომსახურე პერსონალთან, რომელსაც ელჩები ეწოდება და რომლებიც ჩვენ ქვეყანაში რადიკალიზმის, დესტრუქციის და დანაშაულის წახალისების გარდა არაფერს აკეთებენ. ამავდროულად ისინი აქტიურ კოორდინაციაში არიან, დავალებებს აძლევენ და განაგებენ ქვეყნის მტერი ოპოზიციის ქმედებებს. მათ არ შეიძლება ეწოდოს დიპლომატები, ისინი ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს უპირისპირდებიან. ერთიან ნეიტრალურ საქართველოში განმარტავენ, რომ უცხო ქვეყნების ელჩები მასპინძელი სახელმწიფოს სუვერენიტეტს პატივს არ სცემენ. გარდა ამისა, არც იმ ფაქტს ითვალისწინებენ, რომ მათი მოვალეობა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაა. შესაბამისად, პარტიაში მიაჩნიათ, რომ განცხადებებისა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებების მიღმა ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმაც უნდა განიხილოს. ჩვენ ვითხოვთ ხელისუფლებისგან ბევრად უფრო მკაფიო, სამართლიან და ხის ნაბიჯებს იმისათვის, რომ რამენაირად ვაიძულოთ აღნიშნული პირები, რომლებიც ღიად მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს, შეცვალონ დამოკიდებულება. ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ისინი წარმოადგენენ გარდა ევროკავშირისა, თქვათ, ასევე თავიანთი ქვეყნის ხელისუფლებას და ეს საქართველოში არის ახსნილი ისე, რომ მაშინ ეს ყოფილა მათი პოლიტიკა. თუ კი ეს ესია, რა თქმა უნდა, დიპლომატიური პრაქტიკა შეარსებობს უამრავი მეთოდები, როგორიც არის შეზღუდვა, განცხადებების, შეხვედრების და ასე შემდეგ, რაც ერთ-ერთი წინაპირობაა იმისათვის, რომ უფრო მკაცრი ზომები იყოს მიღებული. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ რიგი ელჩების მხრიდან არათუ ვენის კონვენცია, არამედ დიპლომატიის საფუძვლებიც ირღვევა. აღნიშნული კი მათ განცხადებებსა და ქმედებებშიც იკვეთება. მიუხედავად ამისა, ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, რომ ამ ეტაპზე რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას არ განიხილავენ. თავად პრობლემატიკას, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით და ვხედავთ, თუმცა რამდენად რადიკალური მოწოდებებიც არ უნდა იყოს ამის რეაგირებასთან დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ რიგ წარმომადგენლებთან, რომლებიც შესაძლოა უამრავ შეცდომას უშვებენ, ვინარჩუნებთ თანამშრომლურ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ცალკეული ელჩების მხრიდან არის საერთოდ წაშლილი ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის, ვენის კონვენციის ჩარჩოების პრინციპი. მათი გამონათქვამები, მათი სულები ნაბიჯები ძალიან რთულად თუ შეგვიძლია რაიმე ფორმით დიპლომატიას დაუკავშიროთ პირიქით მხარდაჭერა რადიკალიზმზე, მუქარა ჩვენ საზოგადოებაზე და სურვილი იმის, რომ ქართულმა ხალხმა ის კი არ გააკეთოს, რაც მას სურს. იმ ღირებულებებს კი არც ეს პატივი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისტორიულად წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს. არამედ იმ მიმართულებით იაროს, ამ მიმართულებად სურთ. მოსახლეობამ ცალკეული ელჩების არადიპლომატიური ნაბიჯები და განცხადებები არაერთხელ იხილა. ახალისებდნენ ძალადობას, შემდეგ კი მოძალადეების შეწყალებას ითხოვდნენ. სამოქმედო გეგმების განსახილველად კი რადიკალურ ჯგუფებს ფარულად ხვდებოდნენ. გერმანიის ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები ფიშერის სამშობლოშიც დაისვა, თუმცა პასუხები არც ქართულ და არც გერმანულ საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია.
ჩარევა სუვერენული ქვეყნების საქმეებსა და არჩევნებში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ზეწოლა მედია პლატფორმებზე. ბრიუსელის მანკიერ პოლიტიკას ამჯერად შტატებიდან ამხელენ ევრაზია დეილის პუბლიკაციაში ერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც ევროკავშირი სისტემატიურად ერეოდა სხვა ქვეყნების არჩევნებში და სოციალურ პლატფორმებზე სიტყვის თავისუფლების ცენზურას ახდენდა. მთავარი დემოკრატიული ღირებულებების დარღვევაში ვაშინგტონმა ბრიუსელი 160 გვერდიანი ანგარიში კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით ამხილა. მძიმე ბრალდებები, რომელიც ბრიუსელის მისამართით ისმის, ახალი არ არის ოფიციალური თბილისისთვის. საქართველოს საკუთარ თავზე გამოსცა და არჩევნებსა თუ სხვა პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებში ბრიუსელის მხრიდან უხეში ჩარავის არაერთი მცდელობა. ნანუკა წითელაშვილი გიამბობთ. ევროკავშირს სხვა სახელმწიფოების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისა და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში საქართველოს შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატებიც ამხელს. სლოვაკეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, მოლდოვა, ნიდერლანდები და ირლანდია. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ეროვნულ არჩევნებშიც ევროკომისიის ინტერვენცია ფაქტებით დასტურდება. შესაბამის მტკიცებულებებს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ანგარიშზე დაყრდნობით საერთაშორისო გამოცემა ევრაზია დეილი ავრცელებს. რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტი TikTok-ისა და სხვა სოციალური პლატფორმების არასაჯარო მასალებს ეფუძნება, რომლებიც სასამართლო უწყებების გზით არის მოპოვებული. ანგარიში ნათქვამია, რომ 2023 წელს ციფრული მომსახურების შესახებ აქტის ძალაში შესვლიდან ევროკომისია რეგულარულად ახდენდა ზეწოლას სოციალურ პლატფორმებზე, კერძოდ დიდი ჯარიმების მუქარით აიძულებდა ისეთ კომპანიებს, როგორიცაა YouTube, TikTok და X-ი, წაეშალათ კონტენტი, რომელიც აკრიტიკებდა ევროკავშირის პოლიტიკას ან მიგრაციას. ეს ზეწოლა კი მიზნად ისახავდა კონსერვატიული პოლიტიკური ძალებისთვის ეროვნული არჩევნების წინ ზიანის მიყენებას. დეტალები გამოცხადებული ქვეყნების შესახებ ანგარიში ევროკომისიის ქმედებებს შემდეგ ქვეყნებში ჩატარებულ არჩევნებთან აკავშირებს. სლოვაკეთი 2023. სავარაუდოდ საპარლამენტო არჩევნებამდე ევროკავშირმა ზეწოლა მოახდინა TikTok-ზე, რათა გარკვეული სოციალურად კონსერვატიული განცხადებებისთვის სიძულვილის ენა მიეთითებინა. მაგალითად არსებობს მხოლოდ ორი სქესი. TikTok-ის შიდა ინსტრუქციებში აღიარებული იყო, რომ ასეთი შეხედულებები სლოვაკეთის პოლიტიკურ დისკუსიებში გავრცელებული იყო, თუმცა მოდერაცია მაინც გამკაცრდა. რუმინეთი 2023. ანგარიში დიდი ყურადღება ეთმობა არჩევნების გაუქმებას. სავარაუდოდ TikTok-მა გააფრთხილა ევროკავშირი ლეგალური კონტენტის, კერძოდ კანდიდატ კალინ გეორგესკუს სურათების გაუმართლებელი წაშლის შესახებ რუმინეთის ხელისუფლების მოთხოვნით, რომელიც DSA-ის შესაბამისად მოქმედებდა. ანგარიშის ავტორები ეჭვქვეშ აყენებენ რუსეთის ჩარევის ოფიციალურ ვერსიას და მოჰყავთ შიდა დოკუმენტები, რომლებშიც ბოტების კოორდინირებული ქსელის მტკიცებულებები არ არის ნაპოვნი. მოლდოვა 2024 ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ევროკავშირის მხარდაჭერის ცენტრმა მოაწყო სამიტი დეზინფორმაციასთან ბრძოლის პლატფორმებთან ერთად, სადაც მოლდოვას პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ამან ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კითხვები გააჩინა, რადგან პრემიერ-მინისტრის პარტიამ საკუთარი კანდიდატი წარადგინა. საფრანგეთი 2024 ანგარიშში წარმოდგენილია ევროპული და ეროვნული არჩევნების წინა პერიოდში პლატფორმებზე ზეწოლის შესახებ ზოგადი ბრალდებები. დამატებით ფონური ინფორმაციად აღნიშნულია, რომ ამერიკელი დიპლომატები დაინტერესდნენ მარინ ლე-პენის სასამართლო პროცესით და განიხილავდნენ პროცესის სამართლიანობას. ნიდერლანდები და ირლანდია 2023, 2024, 2025. ეს ქვეყნები ანგარიშის ზოგად სიაში მოხსენიებულია, როგორც ჩარევის მაგალითები. ევროკავშირი ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობს DSA მექანიზმების მეშვეობით, თითოეული მათგანისთვის კონკრეტული ინციდენტების დეტალური აღწერის გარეშე. ინფოზე, როცა ევრობიუროკრატებს სუვერენული ქვეყნების არჩევნებში უხეშ ჩარევაში ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ტრიბუნიდან ამხელენ, საქართველოში ნაციონალური მოძრაობისთვის ეს ბრალდებები განსხვავებულად ფასდება. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის აღნიშნული ქმედებები მხოლოდ დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერაა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან სლოვაკეთიც, უნგრეთიც და ცხადია, მათ აქვთ ვალდებულები ბრიუსელთან, აქვთ ვალდებულები პარტნიორებთან. ეს არის ის ვალდებულები, რომლებიც აიღეს როგორც ევროკავშირის წევრებმა. ამიტომ ეს ჩარევა კი არ არის, არამედ არის ვალდებულებების შესრულება. ევროკავშირი არ ერევა სხვა ევრობიუროკრატების მხრიდან სხვა სახელმწიფოების სუვერენიტეტის დარღვევა არ უყვირთ მართვალ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, რასაც ვაშინგტონის წარმომადგენელთა პალატის 160 გვერდიანი ანგარიში ამხელს, საქართველოს საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა.
ის ფაქტი, რომ ევრობიუროკრატია უხეშად ერევა ქვეყნების სუვერენიტეტში, არჩევნებში, პოლიტიკურ პროცესებში, ეს ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, ამიტომ ამ ანგარიში ნაჩვენები არის თავად ევროკავშირის შემადგენელი ქვეყნები, თუმცა თუ უფრო გააფართოვებენ, ასე ვთქვათ, ამ მასშტაბს და ინახავენ, რომ საქართველოში თითქმის ბოლოს ჩატარებულ ყველა არჩევნებში ევრობიუროკრატიის და იმ კონკრეტული ანგაჟირებული და სპეციალურად, ასე ვთქვათ, ჩართული პოლიტიკოსების უხეშ ჩარევას პირველ რიგში თუ სად შეიძლება იყოს და სად ხდებოდა და ხდება ჩარევა ქვეყნის საქმეებში, ეს სამწუხაროდ არის საქართველოს და განსაკუთრებით ეს მომდინარეობს გლობალური რომის პარტიისგან, რომელსაც სხვა კუთხით ამერიკის შეერთებული შტატები Deep States უწოდებს და ბრძოლა, რა თქმა უნდა, შედეგიანი მხოლოდ მას შემდეგ იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის საქმეებში ჩარევა იქნება მინიმუმამდე დასული. შეერთებული შტატები დღეს საუბრობს იმაზე, რადგან ჩვენ აქამდე არაერთის გვისაუბრია, ეს არის ევროკავშირის მხრიდან მუდმივი მცდელობა სხვადასხვა ქვეყნებში და არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში ჩაერიონ მათ შიდა საქმეებში, ჩაერიონ არჩევნების პროცესში და ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეროვნული ხელისუფლებების ეროვნული ძალებით დაკომპლექტება არ მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ, ფაქტები და მტკიცებულებების საპირისპიროს მეტყველებს, რის ინათელი მაგალითიც სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამოქვეყნებული დეტალური ანგარიშია. ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი რიტორიკა ოპოზიციონერ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მწვავდება. ბრალდებების ადრესატი ისევ ნანუკა ჟორჟოლიანია. პროვოკაციებსა და სიცრუეში ადანაშაულებენ. მარიამ მეყანწიშვილის ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს, ჟორჟოლიანი საპასუხოდ კი მას ბოროტ და საშიშ ადამიანს უწოდებენ. რადიკალ აქტივისტებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა თანამოაზრეებმა საჯაროდ დაიცვეს სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს კი მხარდაჭერას ალბი კორძაიასთან და მარიამ მეყანწიშვილთან ერთად მათი თანამოაზრეები უცხადებდნენ. დეტალები ცალომე გობრონიძე. ქუჩის აქტივისტებს შორის დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადადის და იზრდება ურთიერთბრალდებებიც. ეს კი მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი აქტივისტი ლუკა ჭოხონელიძე მეორემ ალბი კორძაიამ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში ღიად დაადანაშაულა. ბრალდების ადრესატს მხარი ნანუკა ჟორჟოლიანმა და მისმა თანამოაზრეებმა დაუჭერეს, ხოლო სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის მხარდამჭერებმა ჭოხონელიძის მხარდამჭერებს ახალი ბრალდებები და ისევ საჯაროდ წაუყენეს. ამჯერად აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანს სამსახურის დაკარგვასა და კიდევ ერთი აქტივისტის ნანა სანდერსის ციხეში მოხვედრაში სდებს ბრალს. სწორედ ნანუკა ჟორჟოლიანმა თვეების წინ ძალადობრივი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდერსი ძალადობრივი აქციისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად შეგროვებული თანხის მითვისებაში დაადანაშაულა. ნანუკამ გაგახსენებ შენს მიერ ცრუ ბრალდებებით ციხეში მოხვედრილ ნანა სანდერს, რომელსაც შენს პოსტებს უდებენ მტკიცებულებად ჩადენილი დანაშაულის. გაგახსენებ ჩემს თავს იქამდე, სანამ მიამადან არ გამომიშვეს, რომ არ მოისვენე და მეც სუსად შემრეცხე 1300 ლარიანი სამსახურის გამო. გაგახსენებ კიდევ ბევრ ეპიზოდს. მიუხედავად ამისა, მაინც არასდროს მიწოდებია შენთვის ჩანერგილი, სუსი, ქოცებთან გარიგებული, შენი მათდამი მჭიდრო კავშირების მიუხედავადაც კი. არსებობს წითელი ხაზები და ვფიქრობ ყველა გადაკვეთე. არ გეტყვი რომ სუსი ხარ, მაგრამ გეტყვი რომ ძალიან საშიში ადამიანი ხარ და ძალიან მავნებლობ. იმ ნდობას იყენებ, რომლითაც მსხვერპლი შენამდე მოვიდა და ვხედავთ, როგორც მოახდინე პოზიციონირება და როგორ გამოიყენე იმ გოგოს ნდობა. ბრალდებებს ჟორჟოლიანიც ბრალდებებითვე სოციალურ ქსელში პასუხობს და მეყანწიშვილს და მის თანამოაზრეებს სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთან მიმოწერის გასაჯაროვებით ემუქრება. ამბობს, რომ თუ მართლები არიან, საჯაროობა არ უნდა აშინებდეთ. საპასუხოდ აქტივისტმა ჟორჟოლიანს საშიში და ბოროტი ადამიანი უწოდა. ცრუო ბიტყუები ნანა სანდერის საქმეში არანაირი სქრინი არდევს და კითხვა მაქვს, ამიტომ უნდა მოიქცეთ ისე როგორც იქცევით. კიდევ კარგი რომ არსებობს დიალოგის შინაარსის მტკიცებულება, სწორედ ასეთი დეტალები უნდა გახდეს საჯარო და ასეც იქნება. გახდება კიდეც, ნუ ბორგავთ ტყუილა, ხომ ხართ მართლები, საჯაროობა ნუ გაშინებთ. აქ ერთადერთი, ვინც ცრუობს ხარ შენ. ნანა სანდერის და ჩემი სასამართლო მაინც არის საჯარო და პროკურატურამ შენი პოსტის სკრინები რომ მოუტანა, იქ მაინც იცის სასამართლო პროცესზე დამსწრეთა 100%-მა. ძალიან კარგად იცი გოგონა რა მდგომარეობაში მოვიდა შენამდე და პირველი ოჯახიდან გამომდინარე რომ არასაჯაროობა გთხოვა და ამაში დახმარება. იცი რატომ ხარ ბოროტი? იცი რომ არც ერთი ჩვენგანი არ ვიკადრებთ გოგოს ინტერესებიდან გამომდინარე იმის გასაჯაროებას, რაც ამ გოგონას დააზიანებს. ასე რომ რამდენჯერაც
არ უნდა სცადოთ ჩვენი პროვოცირება და როგორც არ უნდა გვაშავო. ჩვენ არ გავყიდით ამ გოგოს ინტერესებს და საჭიროებებს შენგან განსხვავებით. ნაციონალურ მოძრაობაში იმედოვნებენ, რომ მათ მოკავშირე ჯგუფებში მიმდინარე ეს დავა მალევე დაალაგდება, თუმცა ამავდროულად ირჩევენ მხარესაც. სააკაშვილის პარტიის წევრებს ლუკა ჭოხონელიძის უდანაშაულობის დასაჯერებლად მტკიცებულება არ სჭირდებათ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში დადანაშაულებული აქტივისტი მათი მეგობარია. მე ვიცნობ ლუკას და პატივისცემ, მე ვიცნობ ალბი კორძაიასაც და მიმაჩნია, რომ ის არის აქტიური აქტივისტი აი ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ მათ პირადი კონფლიქტს როგორმე გადაწყვეტენ. მორალისგან დაცლილ ჯგუფებში არსებული დაპირისპირება საინტერესო არ არის მმართველი გუნდისთვის. მათი განცხადებით, ნაც ოპოზიცია და პარტიული აქტივი საკუთარ რეალურ სახეს ყოველდღე თავადვე ამხელენ. რაც შეეხება შესაძლო დანაშაულს, სახელმწიფო გუნდში აღნიშნავენ, რომ ამას გამოძიება დაადგენს. დასვნა ერთია ოპოზიციური ფლანგი, გულისხმობ რადიკალურ ოპოზიციურ ფლანგს, ან ჩამოშლის ბოლო ეტაპს გადის. პოლიტიკოსები და ეს რადიკალი პოლიტიკოსები ერთმანეთში არიან დაპირისპირებული, აქტივისტები ერთმანეთს ჭამენ და ერთმანეთს დაერივნენ, ამიტომ ეს არის პროცესი, რაც აუცილებლად და ლოგიკურად უნდა მოყოლოდა ქართველი ხალხის მედგრად დგომას, რომ არ მოუშვეს ეს ადამიანები სათავეში და ხელისუფლებაში, შესაბამისად ამ ფიასკოს შემდეგ ლოგიკური არის, რომ ისინი ერთმანეთის ჭამაზე გადავიდნენ. ის მდარე ხარისხის სერიალი და საფნის ოპერა, რომელიც კოლექტიურ ნაცნობრაობაში მიმდინარეობს, კვლავ გრძელდება. რეალურად ეს ადამიანები ვიცით თუ რატო არიან გაერთიანებულები. გაერთიანებულები არიან იმ თანხების და იმ დავალებების გარშემო, რომელთა მთავარი მიზანია ქვეყნის დაზიანება. თორემ ერთმანეთი რომ ეზიზღებათ და ერთმანეთს რომ ლანძღავენ და შეურაცხყოფებს აყენებენ, ეს არ ახალია. გაუპატიურება, სექსუალური შევიწროება, სიტყვიერი შეურაცხყოფები და სხვა მძიმე ბრალდებების ავტორებიც და ადრესატებიც ნაც ოპოზიციის აქტივისტები არიან. ყველა მათგანი ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა. ტელეპიროლის მორგით ცილის წამება და დეზინფორმაცია, დისკრედიტაციის სამიზნე ამჯერად პრეზიდენტის სასახლის შტურმის, სისხლის სამართლის საქმის პროკურორი და მისი ოჯახი გახდა. თამარ ბეჟუაშვილის მამა ტელეკომპანიის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის სარჩელს ამზადებს. ბეჟან ბეჟუაშვილს ცრუ ბრალდებების გასაქარწყლებლად კონკრეტული მტკიცებულებები და დოკუმენტები აქვს. ირკვევა ისიც, რომ ტელეპიროლმა მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიისთვის თაღლითობისა და სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული პირები გამოიყენა. ცილის წამებლური ბრალდებების ავტორებს 2023 წელს დავაწაგებული აქვთ თავად ბეჟან ბეჟუაშვილის კომპანიასთან. ანა შანიძე გიამბობთ. ეს 2023 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც ნავთობ კომპანია ველის ზოპტრეიდის სასარგებლოდ 2.485.288 ლარის გადახდა დააკისრა. კანონიერ ძალში შესული გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვალდებულებების დარღვევაში მხილებული მხარე TV პირველის რესპონდენტი ხდება. ყარმაზანაშვილი ოპოზიციურ მედიასთან ბეჟან ბეჟუაშვილს თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. თუმცა რეპორტაჟში მოყვანილი კერძო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტები ცილის მწამებლურ ბრალდებებს ვერ ასაბუთებს. ბრალდებების ავტორებისგან განსხვავებით კონკრეტული მტკიცებულებები და დოკუმენტები აქვს ბრალდების ადრესატს. მათ შორის ქვითარი, რომელიც ადასტურებს, რომ თანხა, რომელზეც თემურ ყარმაზანაშვილი დაობს და ბეჟუაშვილს მის მითვისებაში ადანაშაულებს, რეალურად სახელმწიფოს წინაშე ყარმაზანაშვილის კომპანიის ვალია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა. ვალის დაფარვის შემდეგ მის კომპანიას ყადაღა მოიხსნა. ყარმაზანაშვილს კი საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ეს დეტალი ყარმაზანაშვილის ადვოკატმა და TV პირველმა დამალეს. ამ კითხვის წარმოდგენის შემდეგ ყველანაირი ყადაღა გასამართლებულ ყარმაზანაშვილს, მის პარტნიორ კეიდიას ბესარიონს, ბატონ ლაშას და სხვა ფიგურანტებს მოეხსნათ და სასამართლოში, როგორც მოგახსენეთ, დეკემბრის ბოლოს, 22 წლის დეკემბრის ბოლოს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. 2 წელი პირობითი მიესაჯა და მან დაარი მაგისი ბრალიც ყარმაზანაშვილის. ახლა ადვოკატმა არ იცის საზოგადოება შეგნებულად შეცდომაში რო შეყავს, უკვე ფაქტია. აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრით მას მიმართა 2-3 თვის მერე პროკურატურას, სადაც დამალეს მათ ეს ფაქტი, რომ
ამ საქმის ფიგურანტები იყვნენ. პროკურატურის მიერ შემოწმება ჩატარებულია, ყველა ფიგურანტი გამოკითხულია, მათ შორის მეც, წარდგენილია ყველა სახის დოკუმენტაცია და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიღებულია სიმართლეს დაერქვა თავის სახელი. აი, რატო დაჭირდათ 3 წლის მერე და ეს დღეს რო გაკვირვებული სახით ამბობს ბატონი მოადვოკატო ელემენტი, რომ აი ესო საიდანო როგორ ეხლა, ან კლიენტს ვერ იცავს კარგად, ან რჩევას ვერ აძლევს იურიდიულად და თავისი პრობლემები არის. ფაქტი არის ერთი, რომ ეს არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სრულ დისკრედიტაციას. სადავო 350.000 ლარი რომ სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა, ამას ბეჟუაშვილის და ყარმაზანაშვილის კიდევ ერთი ბიზნეს პარტნიორი ლაშა ქორიძეც ადასტურებს. მე არის ცოცხალი ადამიანი ვარ, შეიძლება 144.500 ლარამდე ამ 350.000-ით და შევიდა ბიუჯეტში. მაგის კვითარი არსებობს. საპროცესო შეთანხმება გათხოვდა. ზიანის ანალოგების გარეშე სხვა მოხდებოდა. გამოკითხვაზე წუყავის 3 წლის წინ გენერალურ პროკურატურაში და იგივე დაუდასტურდა. აი, მეტი სიმართლე არ არსებობს საუბარი. რაც შეეხება ბეჟან ბეჟუაშვილის მიმართ გაჟღერებულ კიდევ ერთ ბრალდებას, რომელიც ნავთობის ბიზნესში ჩადებული კაპიტალის მითვისებას ეხება. ბეჟუაშვილის თქმით, დასახელებული თანხა ბერიშვილმა ყარმაზანაშვილის კომპანიას გადაურიცხა, რომელიც მისი ინფორმაციით ასევე საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად გამოიყენეს. რატომ გააქტიურდა წლების წინანდელი ბიზნეს დავები მაინც და მაინც ახლა? პროკურორის მამა დეზინფორმაციული კამპანიის სხვადასხვა მიზნებზე საუბრობს. ერთის მხრივ, მისი ყოფილი ბიზნეს პარტნიორების ინტერესია, რომ თავი აარიდონ სასამართლოს მიერ დაკისრებულ პასუხისმგებლობას. მეორეს მხრივ კი ტევ1-ის მიზანი დეზინფორმაციის გზით პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის დისკრედიტაცია. შესაბამისად, ბეჟუაშვილი ახლა საკუთარი და ოჯახის პატივისა და ღირსების შელახვისთვის საჩივრის შესატანად ემზადება. ფაქტი არის ერთი, რომ ეს არის სრული სიცრუე, რაც ემსახურება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სრულ დისკრედიტაციას. რაც შეეხება მეორე საჩივარს 1.5 მილიონ ლართან დაკავშირებით, სადაც ამბობს და ცრუობს ეს. პიროვნებასაც ვერ დავარქვა, აი ეს არსება, ცრუობს, სადაც ამბობს, რომ გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები ბეჟუაშვილმა როგორ აიყო ეს თანხა. თაღლით ბერიშვილს ჩაურიცხა ფული ყარმაზანაშვილმა, თემურაზმა, ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიას. იმან თავისი, როგორც მე ვიცი, თავისი პირადი საჭიროების გამო, იმიტომ რომ სახელმწიფოსგან არაერთი დავალიანება აქვს და დიდი ოდენობით, დაახლოებით 1 მილიონი ლარი თუ არ ვცდები, შეიტანა სახელმწიფოს ბიუჯეტში. ანუ მან ბეჟუაშვილი რაშვაშია. ტევ1-ის პოლიტიკურ მიზნებს ამხელს ჟურნალისტის თხრობის სტილიც, რომელიც ბიზნეს დავების შესახებ მომზადებულ რეპორტაჟში კონკრეტულ ბიზნესმენს ბეჟან ბეჟუაშვილს თითქმის ყველა წინადადებაში პროკურორის მამად მოიხსენიებს, რითაც საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის დისკრედიტაციას ცდილობს. ტევ1-ს პროკურორზე მიზადმიმართულ თავდასხმასა და დეზინფორმაციულ კამპანიაში ამხელს პროკურატურა. გავრცელებული განცხადებით ირკვევა ისიც, რომ ცილისმწამებლური ბრალდებებისთვის ტელეკომპანიამ თაღლითობისა და სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული პირები გამოიყენა. საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია ტევ1-ის მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნეს საქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპონდენტები, მაგალითად, გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ, არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები, სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე.
ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით კვალიფიციურად განხორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, მედია საშუალება მიზანმიმართულად თავს ესხმის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას. საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე მსგავს თავდასხმებს, რომლებიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე აღნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. რატომ დამალა TV პირველმა, რომ რეპორტაჟის რესპონდენტები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვისა და თაღნითობის საქმეებზე მსჯავრდებული და ბრალდებული პირები იყვნენ. მათ შორის არსებობს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელსაც ბრალდებულებიც დაეთანხმნენ. არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენს კითხვას თავი აარიდა. თუ გქონდათ ინფორმაცია, რომ რესპონდენტები თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის საქმეებზე. TV პირველის მხრიდან პროკურატურის დისკრედიტაციის მორიგ მცდელობაზე საუბრობს სახელმწიფო გუნდი. ხედავთ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების, როდესაც სასაუბრო არაფერი არ აქვს, როდესაც შეუძლებელია, რომ არსებობდეს სამართლებრივი რაიმე კონტრარგუმენტები, ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი გადაიტანონ პოლიტიკურ განხილვის საგნად, რაც არაერთხელ უცდიათ და ჩვენ ტრანსპორტის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგობაში დამარცხებულა, სწორედ ამის მაგალითია პროკურორზე და პროკურორის ოჯახზე თავდასხმა, როცა სათქმელი არაფერი არ აქვს, მე შემდეგ გადადიხარ პიროვნულ თავდასხმაზე, უბრალოდ ისე გავუშვებიათ, რომ საქართველოს პროკურატურაში ღირსეული პროკურორები არსებობენ, და საქმიანობენ და ასეთი მარტივი თავდასხმების მიუხედავად ისინი რა თქმა უნდა გააგრძელებენ სახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელებას. 4 ოქტომბერი ეს იყო დღე, როდესაც ოპოზიციას და რადიკალებს სრულად ჩამოეშალა თავისი გეგმები და ვერ განახორციელეს რევოლუციური სცენარები, გადატრიალება, ვიცით რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საქმე წარმოებს და ის პროკურორი, რომელიც ამ საქმეს აწარმოებს, რატომღაც არავის არ გაგვიკვირდება, რატომ მოხდა TV პირველის ობიექტივის მთავარი სამიზნე, თავისთავად მთლიანად კამპანია, რომელიც ამ პროკურორის წინააღმდეგ არის აგორებული. TV პირველის მხრიდან ეს საგამოძიებო უწყებების წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არ არის. თუმცა პროკურატურაში ხაზგასმით განმარტავენ, რომ უსაფუძვლო ბრალდებები ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით პოლიცია 4 პირი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე. ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოღებულია სარეალიზაციო გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეტალებით ლევან წუწუნავა. ეს ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლება დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან ამოიღეს. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავა. დაკავებულთაგან 1 უკრაინის მოქალაქეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. სამართალდამცველების მიზანია მოხდეს მსგავსი სახის დანაშაულში ბრალდებული პირების გამოვლენა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. პოლიციის მიერ აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მცდელობა და დაკავებულია 4 პირი. გარდა მითითებული ლოკაციებისა, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. დაკავებულთა უმეტესობა დუმილის უფლებას იყენებს. მათ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ერთ რაც შემიძლია გითხრათ, ნარკოტიკულ დანაშაულში შედება ბრალი და დუმილის უფლება გამოიყენა. აღკვეთი იყო უკვე? კი, პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე.
აღიარებს დანაშაულს თანამშრომლობის გამოძიებასთან. დუმილის უფლებას იყენებს ამ ეტაპზე. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან გრძელდება. საქართველოში 55 არალეგალი დააკავეს, მათ შორის არიან რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, იორდანიის, კოტ-დიუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები. მიმდინარეობს პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. მთავრობის ამბიციური გეგმაა მომდევნო 4 წელში საქართველოში არალეგალური მიგრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრას. დეტალებით ბორინა ონიანი. ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან და დაკავებული 55 უცხო ქვეყნის მოქალაქე. მიგრაციის დეპარტამენტმა კონკრეტული ლოკაციები გადაამოწმა და უკანონო მიგრანტები გამოავლინა. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებული არიან სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის რუსეთის, უზბეკეთის, თურქეთის, ბელორუსის, ყირგიზეთის, აზერბაიჯანის, კოტ-დივუარის, ბანგლადეშის, თურქმენეთისა და პაკისტანის მოქალაქეები. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა 55 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არღვევდა ქვეყანაში კანონიერ ყოფნის ვადებს. სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს იმისათვის, რათა არალეგალური მიგრაციის თითოეული ფაქტი დროულად იქნეს გამოვლენილი და აღნიშნული პირები, ვინც არღვევენ ქვეყანაში კანონიერ ყოფნის ვადებს, მათ მიმართ გატარდეს კანონით გათვალისწინებული მკაცრი ღონისძიებები. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ყოფნის ნებართვის პირობებს არღვევდნენ. მიგრანტები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არიან მოთავსებული. ამჟამად მათი ქვეყნიდან გაძევების და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის დაწესების შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს. თითოეული არალეგალი პირი დაკავებული იქნა და ისინი მოთავსდნენ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრში და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ქვეყნიდან გაძევების და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის დაწესების მიზნით. საქართველოში საიმიგრაციო პოლიტიკა მკაცრია. კონტროლდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა და გამარტივებულია ქვეყანაში უკანონოდ მყოფი პირების გაძევების პროცედურები. უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის შესაბამისად 2025 წლის 14 ივლისიდან 2026 წლის 26 აპრილის ჩათვლით მიგრაციის დეპარტამენტმა რამდენიმე ლოკაციაზე საიმიგრაციო კონტროლის 92 ღონისძიება ჩაატარა. გადამოწმდა სწრაფი კვების ობიექტები, რესტორნები, სასტუმროები, სხვადასხვა დანიშნულების საოფისე ფართები და პროფილაქტიკები. ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტმა ჯამში 9000-ზე მეტი პირი გადაამოწმა, მათ შორის სასწავლო, დროებითი და მუდმივი ბინადრობის მქონე პირები, ასევე საქართველოს ვიზის მქონე და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები. სულ გამოვლენილი იქნა 718 უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ როგორც ქვეყანაში ყოფნის, ისე დასაქმების წესები. გაათმაგებული არის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა მაჩვენებლები, რომ ფაქტიურად 1 წლის მანძილზე იმდენი უკანონო მიგრანტი იქნა უკან გაბრუნებული, რამდენიც მე მგონი 4 თუ უფრო მეტი წლის მანძილზე არ იყო. ამიტომ ეს მუშაობა გაგრძელდება. მთავრობის ინიციატივით საქართველოს პარლამენტმა არაერთი სულება განახორციელა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით, რომელიც მიზანიც არის ჩვენს ქვეყანაში უკანონო მიგრაციის მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ ვართ უმართლობარეერი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შემოდიოდნენ უცხოელები ჩვენს ქვეყანაში ტურისტული მიზნებისთვის, რაც რა თქმა უნდა ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას. ამავდროულად იმეს აქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში დარჩეს კანონური დარღვევები, რა თქმა უნდა მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონითა და საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მთელი რიგი ღონისძიებები. კანონო მიგრაცია მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს აქვს და ჩვენ ბოლო პერიოდში კიდე დამატებითი საკანონმდებლო სიახლეები შემოვიტანეთ, რითაც უფრო დაცული გავხადეთ საქართველოს უკანონო მიგრაციისაგან და ამავდროულად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალური სამსახური, რომელიც სწორედ მიგრაციის პოლიტიკის აღსრულებაზე მუშაობს და ჩვენ ხედავთ, რომ მუდმივად ხდება უკანონო მიგრაციის ფაქტების გამოვლინება და მათი აღკვეთა. უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი
დეპარტამენტი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მიზანი ერთია, რომ საქართველო ეფექტურად დაუპირისპირდეს გლობალურ გამოწვევას და ქვეყანა სრულად გათავისუფლდეს უკანონო მიგრანტებისგან. ფინესთა მინისტრმა შემოსავლობის სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა მიხეილ მაღლაკელიძეს ამ დრომდე ფინესთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა, ასევე წლების განმავლობაში უწყებაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ეფექტიან საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებას. ლაშა ხუციშვილმა სამსახურის ახალი უფროსის პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი, ყოფილ უფროს დაჩი ბერაიას კი გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. შანხაი, თბილისი, შანხაი 15 ივლისიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ ფრენებს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება ავიაბაზარზე ჩინური ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შემოდის. შანხაი მესამე ჩინური ქალაქი იქნება, რომელთანაც საქართველო პირდაპირ ფრენით იქნება დაკავშირებული. ახალი ავიამიმოსვლა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას და ეკონომიკური კავშირების გამყარებას. რეგულარული ფრენების შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან დასკვნით შეხვედრაზე მიიღეს. ქეთი მავრიკიშვილი გიამბობთ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჩინეთიდან კონკრეტული შედეგებით დაბრუნდა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია China Eastern Airlines-ი შემოდის. 15 ივლისიდან შანხაი-თბილისის პირდაპირ ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება. გარდა ამისა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრმა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა გამართა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის განახლებულ შეთანხმებასაც. ჩვენ მქონდა შეხვედრა რეფორმების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ჩვენ მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება მთავრობათა შორისი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს უმსხვილესი ინვესტიციების მოზიდვის, ისევე როგორც სტრატეგიულ პროექტებში ჩინური კომპანიების ჩართულობის მხარდაჭერას. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ადგილობრივ უმსხვილეს ენერგეტიკულ და მანქანების მწარმოებელ კომპანიებთან. მნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დღეს, რომ დაიწყება 15 ივლისიდან პირდაპირ ფრენები შანხაისა და თბილისის შორის. ეს არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად მაღალ დონეზეა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ისევე როგორც ეკონომიკური კავშირები. ეს, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ გააძლიერებს ხალხთა შორის ურთიერთობებს, ეკონომიკურ კავშირებს. შანხაი მესამე ჩინური ქალაქი იქნება, რომელთანაც საქართველო პირდაპირ ფრენებით იქნება დაკავშირებული. დღეისათვის საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო ფრენებს ახორციელებს ორი ჩინური ავიაკომპანია China Southern Airlines და Air China. 2025 წელს აღნიშნულმა ავიაკომპანიებმა ჩინეთსა და საქართველოს შორის 10470 მგზავრი გადაიყვანეს, რაც 2024 წელთან შედარებით 76%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნული დინამიკა 2026 წელსაც გაგრძელდა. დამატებითი პირდაპირ რეისების დანიშვნა კი ეკონომიკურ კავშირებსა და ტურიზმის მიმართულებას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ შანხაი ჩინეთის მთავარი ეკონომიკური და საფინანსო ცენტრია. შანხაი-თბილისის პირდაპირ რეისის დანიშვნა კი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების დაახლოებას და მეტი ტურისტის შემოდინებას. ეკონომიკური კავშირების გაძლიერების კიდევ ერთი მაგალითია ის, რომ ერთ თვეში საქართველო ოფიციალური პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს შანხაის პრესტიჟულ და მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაზე. შანხაისთან საქართველოს დაკავშირება ცხადია მოგვცემს დამატებით შესაძლებლობას, რომ ორ ქვეყანას შორის გამყარდეს როგორც ბიზნესის მიმართულებით ურთიერთობები, ასევე მოვიზიტოთ დამატებით ტურისტები. China Eastern-ი ზოგადად წარმოადგენს ახალ ავიაკომპანიას, რომელიც შემოდის საქართველოს ბაზარზე, შესაბამისად გვემატება ახალი მიმართულება. ჩვენ აღნიშნულ ავიაკომპანიასთან დამატებით მიმართულებებზე ვმუშაობთ. ჩინეთიდან ტურისტების ოდენობა იმატებს, ინტერესი ძალიან დიდია. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კერძო სექტორთან ერთად ჩვენ გვაქვს კომპლექსური კამპანია მთელი წლის განმავლობაში. შარშანაც ასე აქტიურად ვიმუშავეთ და წლევანდელ ციფრებს კიდეც დაეწყო. ძალიან მალე მაისის ბოლოს უკვე გვექნება ჩინეთში, კერძოდ შანხაიში ITB-ის უდიდესი ღონისძიება, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსმევს იმას, რომ ჩვენთვის ჩინური ბაზარი პრიორიტეტია. შანხაი-თბილისის შორის პირდაპირ რეისების დამატებას მიესალმებიან ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები. ბიზნეს ოპერატორები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამენ იმას, თუ რამდენად
მნიშვნელოვანი აკავშირების გაღრმავება საქართველოსა და ჩინეთს შორის, რომელიც როგორც ტურიზმის კიდევ უფრო გააქტიურებას, ასევე ბიზნეს სექტორისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. შანხაი ეს არის აღმოსავლეთ აზიისთვის და არა მარტო აღმოსავლეთ აზიისთვის, არამედ გლობალური ბაზრებისთვის საფინანსო და ბიზნეს ცენტრი, ამიტომ ქართული ბიზნესისთვის გამარტივება კომუნიკაციაში პირდაპირ რეისების სახით ნამდვილად წაადგება სწორედ აი ამ ურთიერთობების გაჩენას და რა თქმა უნდა იმ პროექტების გაღრმავებას, რომელიც პოტენციურად ჩვენ შეგვიძლია ადგილობრივ ბიზნესმენებთან, ანუ ქართულ ბიზნესსა და ადგილობრივ ბიზნესმენებს თანამშრომლობით და კოლაბორაციით გაჩნდეს. შანხაი არის სწორედ ის მიმართულება აზიაში, ცენტრი, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავზარდოთ მაღალხარჯვულნარიანი ტურისტების ჩამოყვანა და მოზიდვა საქართველოში. ეს არის სტრატეგიულად გადამწყვეტი ნაბიჯი, არა 1 და 2, არამედ 10 წლეულების მასშტაბზე გათვლილი. გარდა ამისა, ზოგადად ბიზნეს სექტორისთვის იქნება ძალიან დიდი мотиваცია და კომფორტი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვიცით ჩინეთ საქართველოს შორის რამდენადაა გაზრდილი საექსპორტო და საიმპორტო მიმართულებები. ცხადია, შანხაი თბილისის პირდაპირი ფრენები, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ადგილობრივი ბაზრისთვის მეტის ტურისტი მოვიზიდოთ ჩინეთიდან. შესაბამისად ვფიქრობ, სამჯერ ფრენა კვირის განმავლობაში საშუალებას მოგცემს როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი ტურების დაგეგმვის. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტებისა და გლობალურად დაძაბული ვითარების მიუხედავად, საქართველოში როგორც ტურიზმის, ასევე საავიაციო სფეროში დადებითი და მზარდი დინამიკა შეინიშნება. მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება კი ამ პროცესს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს. ეს ყოფას TV საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მე ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.